დღეს მინდა და მესაუბრა ექსტრავერტებზე. ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ უნდა ნახოთ რუკაში ექსტრავერტები ვართ თუ არა. ასცენდენტ დესცენდენტის ხაზს ზემოთ თუ არის პლანეტების უმრავლესობა, მათ შორის კარმული კვანძები ლილითი, თქვენ ხართ ექსტრავერტი. სხვა შემთხვევაში ხართ ინტროვერტი, თუ ქვევით არის უფრო მეტი პლანეტები, თუ თანაბრად არის, ამ შემთხვევაში ხართ ამბივერტი. როგორი არის განვითარების თავისებურებები ექსტრავერტი ადამიანის შემთხვევაში? რეალურად ექსტრავერტი არის ადამიანი, რომელიც ითვისებს ყველაფერს გარემოდან. ანუ ესეთი ადამიანი საკუთარ თავში ნაკლებად იხედება. შესაბამისად ექსტრავერტს რო კითხვა დაუსვა, მაგალითად რა მოგწონს, რა გიყვარს, შენი მინუსები, ხასიათის ჩამომითვალე, არავინ მსგავსი რო კითხო. ხშირ შემთხვევაში ყოველთვის დაფიქრდება და არ ვიცი, ან უნდა მოვიფიქრო, ანუ შემდეგ დაიწყებს უკვე თავის თავში ჩახედვას და გააზრებას რეალურად რა მოსწონს, ან როგორია მისი თვისებები, იმიტომ რომ ექსტრავერტი ადამიანი საკუთარ თავში ნაკლებად იხედება. ექსტრავერტი ადამიანი უყურებს გარემოს და გარემოდან იღებს კონკრეტულ რაღაც თვისებებს, მახასიათებლებს, რომელიც მას მოეწონება ან არ მოეწონება, ანუ მისი გამოცდილება მთლიანად გარემოზე არის დამოკიდებული. შესაბამისად, ესეთი ადამიანის განვითარება, რადგან გარემოზეა დამოკიდებული. ნახეთ, თუ ბავშვი ესეთი ექსტრავერტი თავიდანვე გაიზრდება მაგალითად ბანდიტების წრეში, შედარებით უფრო ცუდ გარემოში, ან ისეთ რაიონში, სადაც ნაკლები შემოსავალი აქვს ხალხს და ყველანი გარეთ განან არის ბირჟავიკები. აი ესეთ შემთხვევაში ბავშვიც გაიზრდება ესეთი, იმიტომ რომ ექსტრავერტი არის და ყველაფერს ითვისებს გარემოდან. თუ ბავშვი ექსტრავერტი იქნება თავიდანვე განათლებულ გარემოში, გაზრდილი, სადაც ბევრი ერუდირებული ადამიანია, სადაც უფრო მეტ კითხულობენ, ბავშვიც გაიზრდება ესეთი. შესაბამისად, ესეთი ადამიანისთვის გარემოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რაც უფრო მეტად იქნება გარემოცული კარგი ადამიანებით, მით უფრო კარგი გაიზრდება. ესეთ შემთხვევაში, როცა ადამიანი არის ექსტრავერტი, ხშირ შემთხვევაში ყველანაირი, ესე ვთქვათ, აქტივობა დაკავშირებულია კოლექტივთან. ამ ადამიანს არ უნდა ცალკე დაჯდეს და ისწავლოს მარტო, ან რამე გააკეთოს მარტო, ანუ ამ ადამიანს სჭირდება მაქსიმალურად კოლექტივი. უნდა შეირჩეს კარგი კოლექტივი, მეგობრებთან ერთად ისწავლის მშვენივრად, რაც მარტო არ გამოსდის, გაკეთება რისი გაკეთებაც მარტო არ გამოსდის, მშვენივრად გააკეთებს კოლექტივში. შესაბამისად გაითვალისწინეთ და არ ვიცი, დააკვირდით საკუთარ თავსაც, თუ ექსტრავერტები ხართ, რამდენად ეს ყველაფერი ესე არის, როგორც მე ვამბობ. რადგან ყველამ ვიცით, გამონაკლისები ყველგან არის, ყოველთვის გააჩნია რუკას, მაგრამ ეს არის ის, ესე ვთქვათ, ზოგადი, რაც ზოგადად ექსტრავერტებს ახასიათებთ.